ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად ვირუსული ინფექციების გავრცელების რისკი მატულობს, რის გამოც ექიმები მოსახლეობას ურჩევენ საკუთარ ჯანმრთელობაზე წინასწარ იზრუნონ. სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია სწორედ ამიტომ ითვლება ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო გზად. ის იცავს როგორც გართულებებისგან, ისე ინფექციის გავრცელების მაღალი რისკისგან. ექიმი ინფექციონისტი ეკა რუხაძის განცხადებით, აცრის დროულად ჩატარება მნიშვნელოვანია წლევანდელი სეზონისთვისაც, რადგან გრიპის ვირუსი ყოველ წელს იცვლება და ორგანიზმს ახალი იმუნიტეტის შექმნა სჭირდება. სეზონური გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი პირდაპირი გზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში მიიჩნევა ერთ-ერთ უსაფრთხო ვაქცინად. ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილია თუ არ არის მკაცრად დასაბუთებული უკუჩვენება, რადგან ვაქცინაციის შემთხვევაში სარგებელი ყოველთვის გადასწონის ზიანს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში ადამიანი დაცული იქნება ყველაზე ვირულენტული 4 შტამისგან მთელი სეზონის განმავლობაში. ვაქცინაციით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს და ასევე ხელს უშლით გრიპის ვირუსის გავრცელებას. ჩვენი საშუალებით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებია გრიპის ვირუსის გავრცელების ალბათობა. გრიპის სეზონური ვაქცინა განსაკუთრებით რეკომენდირებულია ისეთ რისკ ჯგუფებისათვის, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ბავშვები, ხანდაზმულები და ორსულები. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, სასურველია რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს ყველა 6 თვის ასაკიდან მოწოდებულია ხანდაზმულ ასაკამდე პირებისთვის ყველასთვის ხელმისაწვდომია ვაქცინაცია, თუმცა განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები, ორსულები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, დიაბეტის მქონე პირები და ასევე დიალიზზე მყოფი პირები. საქართველოში გრიპის ვაქცინა არაერთ კლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. ექიმები ამბობენ, რომ პროცედურა სწრაფია, გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. რა ასაკიდან შეიძლება ვაქცინაცია? ამასთან დაკავშირებით კლინიკური პედიატრი ქალბატონი მაცაცო კუბლაშვილი ჩავწერეთ. სეზონური ვირუსებისთვის გააქტიურების პერიოდი გახლავთ ნოემბრის თვე. შესაბამისად, პრევენციული და მოსამზადებელი ღონისძიებები იწყება ოქტომბრის თვიდან, რადგან 2-3 კვირა მაინც სჭირდება ვაქცინაციის შემდგომ პერიოდს, რომ ანტისხეულები წარმოიქმნას და ორგანიზმს ჰქონდეს სრულფასოვანი დაცვა ვირუსების მიმართ. დღეისათვის ქვეყანაში გახლავთ 3 კომპონენტიანი და 4 კომპონენტიანი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები. აქედან გასათვალისწინებელი გახლავთ, რომ 3 კომპონენტიანი ვაქცინა დასაშვებია 6 თვის ასაკიდან, 4 კომპონენტიანი 3 წლის ასაკიდან. გრიპი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია ზამთრის სეზონზე, ამიტომ მარტივი გადაწყვეტილება აცრა, რომელიც რეალურად იცავს ჯანმრთელობას და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ვაქცინირებული პაციენტი ანა ფულარია აცრის დადებით მხარეებსა და რისკ ფაქტორებზე გვესაუბრა. გრიპის ვაქცინის გაკეთება გადაწყვეტა იმის გამო, რომ შარშან არაერთხელ გავცივდი, მქონდა ასევე ვირუსი მძიმე ფორმითაც, ამიტომაც წელს მინდოდა განსაკუთრებით დამეზღვია თავი გართულებებისაგან. არანაირი გართულება არ მქონია, საკმაოდ მარტივი პროცედურა იყო, ჩემს შემთხვევაში უბრალოდ რამდენიმე დღე მტკიოდა ხელი, სადაც ავიცერი. როგორც იცით, შემოდგომა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით იჩენს ახალი ვირუსები თავს, ამიტომაც ჩემი წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდოდა შემემზადებინა საკუთარი ორგანიზმი, რომ უკეთ ებრძოლოს ვირუსებს და ასე ვთქვათ, ეს სეზონი უფრო მარტივად და სწრაფად გადამეტანა. აცრის გადადება არასასურველია, რადგან შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში მიღებული ვაქცინა ყველაზე ეფექტურად აძლიერებს იმუნიტეტს. დროული გადაწყვეტილება დაზოგავს როგორც ჯანმრთელობას, ისე მძიმე გართულებების რისკს. ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და გრიპის საწინააღმდეგო აცრა დროულად ჩაიტარონ.